მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, დღეს ვისაუბრებთ მარსის ტრანზიტის შესახებ ვერძის ზოდიაქოში და იმის შესახებ თუ რა შედეგის მომტანი შესაძლებელია რომ იყოს თითოეული ზოდიაქოს წარმომადგენლისათვის ეს ტრანზიტი. მარსი თვითონ არის პლანეტა, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ენერგიას, ჩვენს ქმედებას, ბრძოლის უნარიანობას და ზოგადად ეს არის იმისი ფაქტორი თუ როგორ ვიბრძვით ჩვენი სურვილების მისაღწევად, როგორი არის ჩვენი ტაქტიკა ან სტრატეგია საკუთარი სურვილის შესასრულებლად. მარსის ტრანზიტი ვერძის ზოდიაქოში განსაკუთრებით ხას უსვამს ამ პლანეტის თვისებებსა და ხასიათს, ვინაიდან იგი თვითონ მართავს ვერძის ზოდიაქოს, აქედან გამომდინარე თავს საკუთარ სახლში გრძნობს. ვერძის ზოდიაქოსათვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშან-თვისებები სისწრაფე, გამბედაობა, ენერგიულობა, სიახლისაკენ სწრაფვა და ზოგჯერ ცოტათი არ იყოს მოუთმენლობა ეს წინაფლანგზე წამოიწევს. თითოეული ზოდიაქოსათვის კი ეს კონკრეტული ინდივიდუალური ტრანზიტი იქნება. აქედან გამომდინარე გავეცნოთ რა ტენდენციები ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს. ვერძისათვის მარსის ტრანზიტი პირველ სახლში ხდება, აქედან გამომდინარე ძვირფასო ვერძებო, ორმაგად უფრო აქტიურები და ინიციატორულები ხდებით წესით, ვინაიდან თქვენი ენერგია 100%-ს აცდა და გადაცდა შეიძლება ითქვას, სიახლის დაწყება, ახალი პროექტების წამოწყება, გამბედაობა, იმ ძველი საქმეების ჩახურვა უკვე, რომელიც თითქოს დროში იწელებოდა თქვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება. ამავდროულად მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ეცადეთ გააცნობიეროთ, სად არის რეალურად თქვენი ნამდვილი ნება, კოლოსალური ენერგია სწორად გამოიყენებთ. მე ვფიქრობ, უახლოესი 2 თვის განმავლობაში დაიწყებთ ისეთ პროექტს, რომელიც აუცილებლად წარმატების მომტანი იქნება. წარმატებებს გისურვებთ და სასიკეთო ყოფილიყოს თქვენთვის მარსის დაბრუნება თავის ნიშანში. კურო ზოდიაქოსათვის მარსის ტრანზიტი მე-12 სახლში ხდება. აქედან გამომდინარე განსაკუთრებულად აღნიშნავდი ორ თემას. ეს არის სულიერების თემა, როდესაც კუროები დაფიქრდებიან რის სწამთ, რატო სწამთ და როგორ სწამთ, შეგრძნების დონეზე, მათი ცოტა არ იყოს და სენსიტიური საკითხები და რწმენა წარმოდგენები წინაფლანგზე წამოვა. ამავდროულად კუროსათვის ეს იქნება გაცნობიერება საკუთარი შიშების და დამაბრკოლებელი ემოციების. მე ამ ტრანზიტს უფრო შევადარებდი ერთ-ერთ საკულტო ფილმს მარტო სახლში, როდესაც კევინი ჩადის სარდაფში და იქ გამათბობელი, რომელიც მას აშინებს თავისი ხმითა და ხმაურით, საბოლოო ჯამში დაიმორჩილებს ამ შიშს, ვინაიდან პირველი ჩასვლისას იქ შეეშინდება და გამოიქცევა, ხოლო მეორე და მესამე ჩასვლისას კევინიც საკმაოდ თავდაჯერებული შემოუტრიალდება ამ აგრეგატს, ესე ვთქვათ, და ეუბნება shut up. ზუსტად ამ shut up-ის დრო დადგა, ვფიქრობ, კუროებისთვის, როდესაც თქვენს შიშებს და თქვენს დამაბრკოლებელ, ესე ვთქვათ, ემოციებს მოუბრუნდებით და ეტყვით shut up, იმიტომ რომ მე ვარ აქ მთავარი. ეს სახლი თქვენ გეკუთვნით და არ ეკუთვნით თქვენ ამ სახლს. ამის გაცნობიერება იქნება უფრო ცხოვრებისეულ დონეზე. მე ვფიქრობ, კუროებთან ეს გაცნობიერება დადგება, როდესაც ცხოვრება თქვენ გეკუთვნით და არა პირიქით. ასე რომ წარმატებები ძვირფასო კუროებო და ყოველივე სასიკეთო მოეტანოს ამ ტრანზიტს თქვენთვის. ტყუპებისათვის მარსის ტრანზიტი მე-11 სახლში არის, ამიტომ ძვირფასო ტყუპებო მოემზადეთ მეგობრებთან კარგი დროის გასატარებლად. მე-11 სახლი ეს არის მეგობრები, სოციალური ქსელები, ჯგუფები, სამომავლო გეგმები და იდეები. ამიტომ ტყუპებმა შეიძლება რამოდენიმე ახალი გეგმა, ახალი მიზანი დაისახონ. მე-11 სახლი ტყუპებისათვის საკმაოდ ნაცნობი ენერგეტიკის მატარებელი არის, ვინაიდან აქაც კომუნიკაციები არის, ინფორმაციები არის, მეგობრებთან ურთიერთობა არის და ამიტომ შესაძლებელია ახალი მეგობრის გამოჩენა, საკმაოდ აქტიური, ქარიზმატული მეგობარი, რომელიც ახალ პროექტში ჩაგრთავთ, ან ახალი იდეით შთაგაგონებთ გარკვეულწილად. მე-11 სახლი ეს არის სოციალური ქსელები, სადაც შეიძლება ახალი პროექტები გაუშვათ,
ან ახლებურად გამოიყენოთ საკუთარი მიზნებისათვის სოციალური ქსელები. მე-11 სახლი ეს არის ჯგუფური მუშაობა ამავდროულად და ეცადეთ ჩემო ძვირფასებო, რომ აქ ცოტათი ბალანსი დაიცვათ, ვინაიდან მარსის ტრანზიტის გამო შეიძლება ჰიპერინიციატორულები იყოთ და ჰიპერსტრაფები, იმიტომ რომ ჯგუფებით სისწრაფით გამოირჩევით და შესაძლებელია ამ ჰიპერაქტიურობამ თქვენი მეგობრები ცოტათი გაანაწყენოს, ჯობია აქ ბალანსი დაიცვათ. სხვა შემთხვევაში კი ვფიქრობ, ჯგუფებისათვის ერთ-ერთი აქტიური პერიოდი არის ნებისმიერი კონტაქტების თვალსაზრისით, ჯობია ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენოთ და ეცადეთ, რომ ეს დრო განსაკუთრებით ახალი მიზნის სტრუქტურის ჩამოყალიბებას დაუთმოთ. წარმატებები. ძვირფასო კირჩხიბებო, თქვენთვის მარსის ტრანზიტი მე-10 სახლში იქნება და ეს ვფიქრობ გპირდებათ კარიერულ წინსვლას და ამავდროულად სტატუსის გაძლიერებას. მარსი მე-10 სახლში საკმაოდ ამბიციური ხდება, მას შეუძლია იმ თვისებების გამოვლენა, რაც რეალურ ლიდერს სჭირდება და ამიტომ კირჩხიბები, რომლებიც ზოგჯერ ცოტა უკან იხევენ ხოლმე შიშ ფაქტორების გათვალისწინების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე უფრო მეტად გაბედულები გახდებით. განსაკუთრებით ის კირჩხიბები, რომლებიც მოტივირებულები ხართ დაწინაურებისაკენ, ეს ვფიქრობ სწორი დრო არის თუ კონსტრუქციულად გამოიყენებთ ენერგიას და ამტკიცოთ თქვენ ამას იმსახურებთ. მარსის ენერგია, როგორც ვახსენე, ეს ცოტა ხისტი ენერგია არის, ამიტომ ამას ნუ გამოიყენებთ უფროსებთან ჩხუბის, კამათის, დავიტარობის და საქმის გარჩევებისათვის. ვფიქრობ, ეს არ მოგიტანთ სწორ შედეგებს. თუმცა თუ ამ ენერგიას გამოიყენებთ იმისთვის, რომ დაამტკიცოთ, რომ შემიძლია ეს ქმედება, ეს პროექტი, ეს ძალისხმევა ნამდვილად შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ამიტომ ვფიქრობ, დაბადების დღის პერიოდამდეც კი შესაძლებელი არის ბევრი კირჩხიბი დაწინაურების რეალური პრეტენდენტი გახდეს. წარმატებებს გისურვებთ ძვირფასო კირჩხიბებო. ლომი ზოდიაქოსათვის მე-9 სახლში მოხდება მარსის ტრანზიტი, აქედან გამომდინარე მე-9 სახლის თემები უფრო წინა ფლანგზე წამოვა. ეს რას ნიშნავს? ლომებისათვის მათი ცხოვრებისეული კრედოს გადახედვა და ამ კრედოს რეალური რეალიზება, ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ პრიორიტეტული გახდება. ლომები აღარ გაჩუმდებიან იმის შესახებ, რისიც სწამთ, რისიც ნამდვილად სჯერათ და ვფიქრობ, უფრო ხმამაღალ განაცხადებს გააკეთებენ, ვიდრე ისინი აქამდე აკეთებდნენ. მე-9 სახლი ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია და კრედო. აქედან გამომდინარე, როდესაც მარსი ესეთი აქტიური პლანეტა ტრანზიტულად გადის ამ სფეროში, ეს საკითხი ყოველთვის უფრო აქტიური ხდება, რომ ვიყო დანახული და მოსმენილი, იყოს შესმენილი, ესე ვიტყოდი, ჩემი აზრი და ჩემი ფიქრი, ჩემი შეხედულება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მე-9 სახლი ამავდროულად არის მოგზაურობა, უცხო კულტურების განცნობა და რომ საზღვარგარეთ მოგზაურობა დაგეგმოს, ან როგორღაც ესე ვთქვათ, ეგზოტიკური მოგზაურობა დაგეგმოს, ვინაიდან სურვილი გაჩნდება დიდი. ლომებისათვის ცოტა არ იყოს ექსპერიმენტული განათლების მიღების სურვილი შეიძლება წამოვიდეს წინა ფლანგზე, ამავდროულად სურვილი რომ რაღაცა ახალი სცადონ. შეიძლება პერეკვალიფიკაცია მოუნდეთ, შესაძლებელია, ვინაიდან პერიოდი არის ჩაბარების, ლომის ზოდიაქოებმა უცებ გადაწყვიტონ, რომ მოდი ამ სფეროში ხوار გავაგრძელო, მოდი ხوار ჯობია რაღაცა ახლებურად დავიწყო, მოდი ხوار ჯობია ეხლა ეს ვცადო. ამიტომ ვინაიდან მე-9 სახლი უმაღლეს განათლებასთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია ლომის ზოდიაქოებმა საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება მიიღონ სწავლა განათლებასთან დაკავშირებით და ახალი პროფესია შემოიმატონ. წარმატებას გისურვებთ ძვირფასო ლომებო და სასიკეთო ყოფილიყოს თქვენთვის ეს ტრანზიტი. ძვირფასო ქალწულებო, თქვენთვის მარსის ტრანზიტი ხდება მე-8 სახლში. მე-8 სახლს, როდესაც ვამბობთ, ხოლმე ასტროლოგიაში ადამიანებს ხშირად ეშინიათ, რომ რაღაცა ისეთი ხوار უნდა მოუხდეს, ვინაიდან კრიზისების სახლს ვეძახით ხოლმე კლასიკური გაგებით. თუმცა მე აქ უფრო მეტად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან მარსი არის ის ენერგია ზუსტად, რომელიც ბრძოლისათვის არის მოტივირებული და
ამიტომ ვფიქრობ, ბევრი თქვენი ზოდიაქოს წარმომადგენელი უახლოესი 2 თვის განმავლობაში ისეთ პრობლემებს მოაგვარებს და ისე გამოვა აი ამ კრიზისული პერიოდიდან, როგორც დაგიპარებიათ. ვინაიდან ეს ენერგია, რაც მარს ახლავს, არის შეუპოვარი და უშიშარი ენერგია. აქამდე თუ რამეს უფრთხოდით, აქამდე თუ რაღაცაზე თავს იკავებდით, ეს არის პერიოდი, როდესაც შეიძლება იფიქროთ, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. ზოგადად ქალწულის ზოდიაქოს წარმომადგენლები დაუფიქრებლობით ნამდვილად არ გამოირჩევით. ძალიან კარგად შეგეძლიათ ანალიზი და ანალიტიკა, კონკრეტულად იმ სიტუაციის მოცემულობა გაანალიზოთ, რაც დღესდღეობით თქვენს წინაშე არის, მაგრამ მარსი ერთგვარად დაძრავს პროცესებს და იმაზე, რაზედაც უკვე დიდი ხანია ნაფიქრი გაქვთ, ეხლა უკვე შეუქცევად იწავა სავარაუდოდ პროცესი და აი ამ კრიზისული სიტუაციიდან, რაშიც შესაძლებელია იმყოფებოდეთ, ნამდვილად გამოხვალთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქალწული ზოდიაქო არის რაღაც კრიზისულ სიტუაციაში, მაგრამ ვინაიდან მერვე სახლი ეს არის შენელებული გამბედაობა, შეიძლება ითქვას, მარსი მას უფრო მეტად აქტიურებს და შესაძლებელი არის, რომ ზუსტად რისკის სურვილი ნამდვილად გაგიჩნდეთ ცხოვრებაში. უბრალოდ თქვენი იმედი მაქვს, ვინაიდან დაუფიქრებელი რისკი ნამდვილად ვფიქრობ ეს არ იქნება. წარმატებები ყოველივე სასიკეთო ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში, ძვირფასო ქალწულები. მეშვიდე სახლი იქნება აქტიური ძვირფასი სასწორებისათვის. სასწორებო ეს ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი არის თქვენთვის. როდესაც თქვენს პარტნიორთან ეს იქნება როგორც საქმიანი პარტნიორი, ეს იქნება როგორც სასიყვარულო პარტნიორი, ალბათ სავარაუდოდ დადგებათ, რომ როდესაც საქმე უნდა გაირჩეს. და საქმის გარჩევა მარსის მიხედვით ცოტა არ იყოს ექსპრესიული არის, დიპლომატია აი აქ რა გითხრა, ვფიქრობ არ მოიწყენთ. ვინაიდან მეშვიდე სახლი ეს არის ადამიანები, რომლებთანაც ერთ-ერთზე ურთიერთობთ, ამიტომ ის განსაკუთრებულად არის კავშირში როგორც ძოლქმრულ ურთიერთობასთან, ასევე პარტნიორულ საქმიან ურთიერთობასთან, არა უბრალოდ team working-თან მაგალითად, არამედ ერთ-ერთზე, როდესაც ვიღაცასთან ვაკეთებ საქმეს, ან ერთ-ერთზე, როდესაც ვიღაცის წინაშე მაქვს ვალდებულება და როდესაც შესაძლებელია ეს ვალდებულებები უკვე აღარ მხიბლავდეს იმ ფორმით, რომლითაც დღესდღეობით არის. მარსის ენერგიას მეშვიდე სახლში ცოტათი კონფლიქტურობა შემოაქვს და აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება, ან საგნების სხვადასხვანაირი დანახვა, სხვადასხვანაირი ქმედების სურვილი. ამიტომ სასწორი ზოდიაქოს წარმომადგენლებისათვის არის ესეთი მოცემულობა. მედალს ორი მხარე აქვს. ერთი მხარით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია შეხვიდეთ დისკუსიაში თქვენს პარტნიორთან. გამაჩი იბადება ჭეშმარიტება. შესაძლებელია ეს პრინციპი გამოყენებული იქნას ამ ტრანზიტის დროს. თუმცა მარსი ზედმეტად თავის ნათქვამა არის და აქ შეიძლება იგრძნოთ, რომ ხوار ჩაგრავენ, ან კიდე ხوار ცდილობენ, რომ ვიღაცამ ეს თოკი გადაკაჩოს თავისკენ. მეორეს მხრივ, როდესაც სასწორებმა შეიძლება რეალური სახე და ქმედება დაინახონ თავიანთი პარტნიორის. იმ თვალსაზრისით, თუ შესაძლებელი არის მათ კონდეთ იმედი თავიანთი პარტნიორების. ვინაიდან მეშვიდე სახლი ეს ჩვენი პარტნიორების სახლი არის, ესე იგი ისინი ხდებიან აქტიურები, განსაკუთრებით აქტიურები. აქ თუ მე დავეჯახე მათ, უბრალოდ ენერგია იკარგება. ხოლო თუ ვაცდი მათ გამოავლინონ თავიანთი ენერგია, ინიციატივა და პასუხისგებლობა აიღონ, შესაძლებელია დაიწყოს რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი, რასაც შემდგომ უკვე ერთობლივად გავაგრძელებთ. ამიტომ ნუ გექნებათ იმისი შეგრძნება, რომ ვიღაცა ჩააკრავთ, ან ვიღაც თქვენს ინტერესებს არ ითვალისწინებს, ნუ რა თქმა უნდა, თუ ეს ლოგიკურ ჩარჩოებში ჩდება, არამედ ჯობია ალბათ სასწორები უბრალოდ პასიურ მდგომარეობაში კი არ გადახვიდეთ, რეალურად იგრძნოთ, რამდენად შესაძლებელია თქვენი პარტნიორის იმედი გქონდეთ და ეცადოთ ცოტა ხანი დააცადოთ მას ინიციატივის გამოვლენა. ეცადეთ ცოტათი მეტად ენდოთ პარტნიორს, არ არის საჭირო აქ, რომ ესე ვთქვათ, ხიდიდან თუ ხდება გადაყვეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარტნიორული ურთიერთობებში მარსის გააქტიურება ზუსტად შესაძლებელია ამ პარტნიორმა დაძრას ის პროცესი, რაც დიდი ხანი გაჩერებული იყო.
სასწორებისათვის კიდევ ერთს დავამატებდი, რომ შესაძლებელია ზუსტად მეშვიდე სახლიდან გამომდინარე, გამოჩნდეს ახალი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, საკმაოდ ქარიზმატული, ლიდერული, იმპულსური, ექსპრესიული, ცეცხლოვანი, ვინც ცოტა არ იყოს და საკმაოდ მოგნუსხავთ, იქიდან გამომდინარე, რომ სასწორებზე კი ამბობენ, რომ მერყევები არიან, მაგრამ რეალურად მერყეობას არ დავარქმევ ამას, ეს არის საუკეთესო ვარიანტის ძიების სურვილი და იმის სურვილი, რომ სხვა არ დაჩაგროთ. ხოლო ვერძის ქარიზმა ერთის მხრივ არის ის, რომ ამდენ აიწონა-დაიწონაში დრო გადის და ჯობია, სულ არაფერს ჯობია გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ შესაძლებელია ასეთი ადამიანი გამოჩნდეს, ვინც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ და შესაძლებელია თუ რა თქმა უნდა ისევ და ისევ ლოგიკურ ჩარჩოში ჩდება ეს, იქნებ დრო არის რომ იმოქმედოთ. კონცეპტ და ყველაზე ესე ვთქვათ მყარი სულიც კი შესაძლებელია აქ საკმაოდ აქტიური ადამიანის სახით წარმოგიჩნდეთ. ამიტომ ისურვებთ წარმატებებს და ყოველივე სასიკეთო მოეტანოს მარსის ტრანზიტს. მორიელებო თქვენთვის მარსის ტრანზიტი იქნება მე-6 სახლში, აქედან გამომდინარე სიახლეები არის მოსალოდნელი. შესაძლებელია თქვენ თვითონ იყოთ ინიციატორი სიახლის, რეორგანიზაციის, რაღაცა ახლებურად გაკეთების სამსახურში, შესაძლებელია ახალი პროექტი დაგემატოთ და ახლებურად გააკეთოთ, ან სიახლის დანერგვა იყოს საჭირო თქვენთან. ამიტომ თქვენთვის ეს ნამდვილად კარგი გამოწვევების პერიოდი არის და ვფიქრობ პროექტები, რომლებიც ეხლა დაიწყება თქვენთვის, იქნება წარმატების მომტანი, ვინაიდან ენერგია საკმაოდ მაღალი იქნება თქვენი, მოწოდების სიმაღლეზე იქნებით და შესაძლებელი იქნება კულისებიდან გამოხვიდეთ და რეალურად თქვენ აიღოთ პასუხისმგებლობა. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ სამსახურში, ვფიქრობ დრო არის უფრო მეტად გაბედულად იმოქმედოთ. მე-6 სახლი ასევე უკავშირდება ჯანმრთელობას და ჯანსაღი ცხოვრების წესს და აქ შესაძლებელია სურვილი გაგიჩნდეთ უკვე უფრო მეტად გადახვიდეთ სპორტულ ცხოვრებაზე, ვინაიდან მარსი მაინც აქტიური ნიშანი არის, მას დიდად დიეტები რო გითხრათ ნამდვილად არ უყვარს, მაგრამ აქტიური ცხოვრების წესი, როგორც არის სპორტი, ეს მასთან ძალიან ახლოს არის, ამიტომ მორიელები შეიძლება დაფიქრდეთ რეალურად სხეულს მიხედოთ, სხეულის ფორმებს მიხედოთ და ვისაც აქვს სურვილი, შესაძლებელია პროფილაქტიკის მიზნით, თუნდაც მივიდეს ექიმთან, გაიაროს გეგმიური კვლევები, ვინაიდან თუ აქამდე დრო არ იყო ამისი, ან თუ აქამდე სურვილი არ იყო ამისი, ან ესე ვთქვათ პრიორიტეტი არ იყო, ეხლა შესაძლებელია მარსის ამ იმპულსმა, ესე ვთქვათ, მოგცეთ ამისი შესაძლებლობა, ამისი დრო, სურვილი, ენერგია, რომ თქვენს სხეულს, თქვენს ჯანმრთელობას უფრო დიდი დრო დაუთმოთ, რაც უფრო მეტად ქმედიც, აქტიურს და მხნეს გაგხდით. წარმატებები ძვირფასო მორიელებო. შულდოსნებო თქვენთვის მე-5 სახლში იქნება მარსის ტრანზიტი, აქედან გამომდინარე სფერო, რომელიც ეხება ბავშვებს, სიყვარულს, თავგადასავალს, რომანტიკას, თვითშემოქმედებას, ეს ყველაფერი წინა ფლანგზე წამოვა. უახლოესი 2 თვის განმავლობაში მშვილდოსნები, ვისაც ბავშვები გყავთ, შესაძლებელია ბავშვების საკითხებით იყოთ განსაკუთრებით დაკავებული, აქტიურად იყოთ მათ ცხოვრებაში ჩართულები და მათთან ერთად ყოველ შემთხვევაში რაღაც თავგადასავალი მოაწყოთ, ქალაქგარეთ გასვლა მოაწყოთ, შესაძლებელია რამე ისეთი აქტივობა დაგეგმოთ, რაც შემდგომ უკვე ძალიან კარგ მოგონებად დარჩება. ოღონდ ეცადეთ რომ ბავშვებთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც შესაძლებელია ჯინიანობამ იმატოს და ეცადეთ ამას უფრო მეტად ინდივიდუალური შემოქმედებით საკურსით მიუდგეთ, ვინაიდან მე-5 სახლი თვითშემოქმედების სახლი არის და ბავშვური სახლი არის, ბავშვური გულწრფელობის სახლი არის, შესაძლებელია ბავშვს რაღაცნაირად განსაკუთრებული ინიციატივა გაუჩნდეს, აი თუნდაც გიტარაზე მინდა დააკვრა და რა დროს გიტარაზე დააკვრა, ჯერ ეს უნდა ისწავლა. ესეთ რაღაცას ნუ გააკეთებთ, ეცადეთ ბავშვის სურვილებს ყურადღება მიაქციოთ, ამიტომ რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია საკმაოდ კარგი ნიჭის ან ტალანტის წარმოჩენა მოხდეს ბავშვის მხრიდან. მშვილდოსნები, რომლებიც უფრო მეტად რომანტიკული თემებით ხართ
დაკავებული და დაინტერესებული ამ პერიოდში, ეს პერიოდი ნამდვილად არის აქტიური, როგორც ახალი სიყვარულის გამოჩენის თვალსაზრისით, ასევე თითქოს მიჩუმათებული ურთიერთობების გააქტიურებით. მეხუთე სახლი, ვინაიდან რომანტიკის და სიყვარულის სახლი არის, ცხოვრებით ტკბობის სახლი არის, შეიძლება ესე ითქვას. მშვილდოსნებს დიდი შანსი ეძლევათ, რომ ამ სფეროდან სრული სიამოვნება და სიამტკბილობა მიიღონ. მეხუთე სახლი ამავდროულად არის შემოქმედებითობის სახლი და ეცადეთ ზუსტად თქვენ შინაგან ბარს ყური უგდოთ და თუ რაიმე სურვილი გქონდათ, რაიმე შეძენის, რაიმე წრეზე სიარულის ხელოვნებასთან დაკავშირებით, ან საინტერესო ბავშვობიდან მოყოლებული ინტერესი, როდესაც თუნდაც ცეკვაზე გინდოდათ სიარული და ვერ მიხვედით ბავშვობაში, ან თუნდაც ხატვის სწავლა გინდოდათ და დრო არ გქონდათ, ან სიტუაცია არ იყო. მშვილდოსნებს განსაკუთრებული მოტივაცია, სურვილი და ენერგია ეძლევათ, რომ ბავშვობის სურვილები აისრულონ. აქედან გამომდინარე, არასდროს არ არის გვიან და ჯობია ეს პერიოდი, რაც ნამდვილად საჩუქარი არის თქვენთვის, აქტიურად გამოიყენოთ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყებად. წარმატებები ყოველივე სასიკეთოდ აღდგენოდეთ. თხის რქებო, ძვირფასო თხის რქებო, თქვენთვის მეოთხე სახლში იქნება მარსის ტრანზიტი, აქედან გამომდინარე, ოჯახური თემები უფრო წინა ფლანგზე წამოიწევს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვინაიდან ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა არის, ეცადეთ, რომ ოჯახის წევრების მიმართ უფრო მეტად მომთმენები იყოთ, ვინაიდან არ მოხდეს ზუსტად ამ მარსის ხისტი ენერგიის პროვოცირება. თუმცა ეს არის პერიოდი, როდესაც შესაძლებელი არის თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ, ინიციატივა გამოხატოთ ოჯახში და სავსებით შესაძლებელი არის ბევრ თხის რქას მოუნდეს მარტო გადასვლას საცხოვრებლად, ან კიდევ რამე ისეთი ინიციატივა წარმოაჩინოს, რომელიც აქამდე შეიძლება ოჯახის წევრებისათვის უცხო იყო, ან კიდევ უცნობი იყო. ეს არის ერთ-ერთი აქტიური პერიოდი, მათ შორის, როდესაც შესაძლებელი არის სახლთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის წარმოება დაიწყოთ, როგორც იქნება ეს დამტკიცება, კონკრეტულად მიწის ნაკვეთის მშენებლობის პერიოდისათვისაც აუცილებლად სასიკეთო პერიოდი არის, ვინაიდან ენერგია საკმაოდ მაღალი არის და მოტივირება საკმაოდ მაღალი არის თხის რქების. ვინაიდან მეოთხე სახლი ეს ჩვენი პირადი სივრცე არის, აქედან გამომდინარე, თხის რქას განსაკუთრებული სურვილი ექნება თავისი პირადი სივრცის დაცვის. ძვირფასო თხის რქებო, მარსის ეს ცეცხლოვანი ენერგია შესაძლებელი არის ნამდვილად სტრუქტურირებულად გამოიყენოთ, როგორც თქვენ გჩვევიათ. შესაძლებელი არის, რომ დაგეგმოთ კონკრეტული ქმედება, რის გაკეთება თქვენ გსურთ ოჯახთან დაკავშირებით და ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეთ. ვინაიდან მარს დაჩქარებით უყვარს ქმედება, თხის რქები კი ყოველთვის წინასწარ გეგმავენ თავიანთ ქმედებებს, ეს ჯობია გააერთიანოთ სინთეზურად და რაც მთავარია, იმპულსებს არ აყვეთ. იმოქმედეთ დაფიქრებულად, თუმცა ნუ იქნებით იმპულსურები. ოჯახში როგორც კონკრეტულ საგნებთან დაკავშირებით, ასევე ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ეცადეთ თქვენი პოზიციები საკმაოდ კონსტრუქციულად დაიცვათ. წარმატებები ძვირფასო თხის რქებო. ძვირფასო მერწყულებო, თქვენთვის მესამე სახლში იქნება მარსის ტრანზიტი და ეს საკმაოდ საინტერესო პერიოდი იქნება თქვენთვის, ვინაიდან მესამე სახლი ეს არის კომუნიკაციები, ინფორმაციები, სწავლა-განათლება კონკრეტულად იმ პრაგმატული და პრაქტიკული საკითხებისა და სფეროებისა, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, ან გაინტერესებდათ დრო არ ყოფნიდათ, ან რესურსი არ ყოფნიდათ. ეხლა უკვე ვფიქრობ, მარსის ეს ენერგია მოიტანს შესაძლებლობას დაეუფლოთ იმ ცოდნას, რაც თქვენ პრაგმატულად და პრაქტიკულად გამოგადგებათ თქვენს ცხოვრებაში. საკმაოდ აქტიური პერიოდი არის ინტერნეტთან მუშაობისათვის, ინტერნეტის რესურსის გამოსაყენებლად, ხელოვნური ინტელექტის რესურსის გამოსაყენებლად. ამავდროულად საკმაოდ კარგი პერიოდი არის ახალი კონტაქტების დასამყარებლად. ეს შეიძლება პირდაპირ მეგობრული კავშირები არ იყოს, მაგრამ ეს არის როდესაც საჭირო კავშირები შესაძლებელია გააბათ. ან ზუსტად მარსის მიხედვით
მარსიანელი აქტიური ადამიანი გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ერთგვარად სწორ ადამიანს დაგაკავშირებთ. მესამე სახლი ეს არის ტრანსპორტისა და გადაადგილების სფეროც და ამიტომ შესაძლებელი არის ბევრმა მერწყულმა მიიღოს გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების შეცვლაზე. ეს თუ მანქანა არ შედის თქვენს გეგმებში, შეიძლება სხვა მარშრუტით იაროთ, სხვანაირად დაგეგმოთ თქვენი მარშრუტები, მაგალითად ახალი მარშრუტი აღმოაჩინოთ, ან თუ ეს თქვენ გეგმებში შედის, შესაძლებელია უფრო მეტად გააქტიურდეს და ზუსტადაც რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ მანქანის ყიდვასთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს სფერო უახლოესი 2 თვის განმავლობაში ამავდროულად აქტიური იქნება თქვენთვის. მესამე სახლი, როგორც ვახსენეთ, კომუნიკაციის სფერო არის, ამ პერიოდში იმდენად ბევრი საუბარი, ზარები, შეხვედრები შეიძლება იყოს, რომ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამდი, ეცადეთ დააფიქსიროთ ის სწორი კონტაქტები, რომლებიც უფრო შემდგომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად სიკეთის მომტანი იქნება თქვენთვის. ამიტომ წარმატებები ძვირფასო მერწყულებო და დაიჭირეთ თქვენი შანსი. თევზებო, თქვენთვის მარსის ტრანზიტი მეორე სახლში იქნება, აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ძვირფასი სფერო ადამიანებისათვის, ანუ ფინანსური სფერო წესით გამოიღვიძებს თქვენს ცხოვრებაში. ჩრდილოვანი მხარე, რაც შეიძლება ამას ჰქონდეს, ეცადეთ იმპულსურ ხარჯებს მოერიდოთ, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც შეიძლება უცბად რამე ისეთი ნივთი დაინახოთ, რაც ძალიან გინდათ და დაუუკებლად ჟინი გიჩნდებათ ამ ნივთის მიმართ და შეიძლება ერთი ხელფასი მთლიანად დახარჯოთ სიამოვნებით ამ ნივთისათვის, თუმცა მეორეს მხრივ არის ის ფაქტორი, რომ თევზებს გიჩნდებათ შესაძლებლობა დაფიქრდეთ ან კონკრეტული ქმედება დაიწყოთ უფრო მეტი გამომუშავებისა. ეს რას ნიშნავს? როდესაც შესაძლებელი არის სხვა ვარიანტები დაინახოთ კიდევ საიდან შეიძლება ფული გამოიმუშაოთ. ან როდესაც თუნდაც დღეში 10 კონკრეტულ პროდუქტს აკეთებდით, შესაძლებელია ახლა 15 და 20 გააკეთოთ. ისევ და ისევ იმის ხარჯზე, რომ ენერგია საკმაოდ მომატებული გექნებათ, მაგრამ ამავდროულად შესაძლებელია, ვინაიდან მარსი სიახლეების პლანეტაც არის, განახლების პლანეტა არის და ახლებურად დაწყების პლანეტაც არის, შესაძლებელია თქვენი ენერგია და რესურსები ახლებურად სცადოთ ან ახალ სფეროში სცადოთ, რაც უფრო მეტ შემოსავალს მოგიტანთ. ახლოესი 2 თვის განმავლობაში ეცადეთ თუნდაც დატესტოთ ან კონკრეტულად დააფიქრდეთ იმ სფეროზე, სადაც შესაძლებელია თქვენი რესურსებიდან, თქვენი ცოდნიდან, თქვენი ტალანტებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი გამოიმუშაოთ და ამითი, რა თქმა უნდა, თქვენი დოვლათი უფრო მეტად გაზარდოთ. წარმატებები ძვირფასო თევზებო. მადლობა ყურადღებისათვის, იმედი მაქვს, რომ თითოეულმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა თავისთვის საჭირო მინიშნება მიიღო ამ ვიდეოდან და გისურვებთ ყოველივე სასიკეთოდ აქ ხდენოდეთ. წარმატებები.